აღაუშთებისა გილოცავ ახალ წელს, გილოცავ შობას. ახალი წელი წიდა გვაქვს, ამიტომ დამდეგ ახალ წელს გილოცავთ. მენატრებით ძალიან და მიხარია რომ ჩარჯდავდივარ და არა მარტო წვეულებებზეც მოვიგე კარგად, ამიტომ ფუჟაშიც დავდივარ. მოვიგე და მაცვი არა მარტო მოსკოვში, ევროპაშიც და ლონდონში. მეცვა ლონდონში, ლონდონის შეხვედრებზე გამოვედი პირველად, ესე ვთქვათ, საზოგადოებაში. და მე უკვე ევროპაში, მაგრამ ლონდონში იყო პირველი აჟიოტაჟი და პირველი მე ალბათ პრეზენტაცია გავაკეთე ჩემი თავით ამ ფორმით, რომ მე ვარ ქართველი. ალბათ ეგ იყო, მაგრამ მინდა გითხრა, რომ იმ დროისთვის და ეხლაც რო ვინმე შემომთავაზებდეს ქართულ კაბას, რა თქმა უნდა მირჩევნია. იმიტომ რომ ვთვლი, რომ ჩოხა უნდა ეცვეს კაცს. ეს არის კაცის სამოსი. სტუმრებში ალბათ ლუარსაბი ყავს და ჩოხაზე მოყვებოდა იმდეს რომ მე აღარ დავიწყებ მოყოლას. ეს არის კაცის სამოსი და უთეცვეს კაცს. ეს არ არის ქალის სამოსი. მისი ფორმით, მისი სიდიადით, მისი ესე იგი ხას უსმევს ათლეტურ სხეულს კაცისას. აბარა ეს არის კაცის სამოსი, ეს არ არის ქალის სამოსი. მაგრამ ამის მიუხედავად შენც და ძალიან ბევრ მანდილოსანს დღეს უკვე საქართველოში კი ცოტა თან თურმე მაკა ის რაც თქვენ გაცვიათ, ეხლა შენზე ზუსტად არ ვარ დარწმუნებული, ბატონი ლუარსაბი სამწუხაროდ წავიდა. მგონი, იცი რა არის გამოსავალი მოძებნე სპეციალურად ქალისთვის და თქვენს რომ ნუ ნერვიულობთო, ამასო საგულე ჰქვიაო. ანუ მთლად არ დაარქვეს ამას კაცის ჩოხა ის რაც გოგოებმა მოირგეს. როგორ ფიქრობ, ეხლა რატომ გახდა ისევ თანამედროვე, და გამოვიყევთ ეს სიტყვა მოდური, რატომ ჩაიცვით ყველა მისევ? არ ვიცი, შეიძლება იმიტომ რომ რა ვიცი, საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ საერთოდ მე რა ვიცი, მაგ პერიოდში მომიწია წასვლა და იმდენად ჩემი ქვეყანა არავინ არ იცოდა, რომ მე ამითი თითქოს დამქონდა საქართველოს ჩემთან ერთად, ჩოხით. ხო და ესე ვატარებდი და პრეზენტაციას უკეთებდი ჩემ ქვეყანას, ესე გამოდიოდა. ხო და მგონია რომ ამ იგივე ხდება ამ ახალგაზრდებშიც, ვისაც სურვილი უჩნდება, რომ წარმოაჩინონ თავი და თქვა, ნუ აი მე მოვედი ჩემი სამოსი. მე ვთვლი, რომ მსგავსი სილამაზის კაცის სამოსი. მე არ მახსოვს, ჩემთვის ყველაზე ლამაზია.